მოგესალმებით მეგობრებო, როგორ ხართ? მოგიკითხავთ ყველას. აქვე მადლობას გადაგიხდით იმისთვის, რომ ხართ ამ არხზე. მადლობა უკავშირისთვის, ვინც ტოვებთ კომენტარებს. თქვენ იცით, რომ ეს ბალანსისთვის და ენერგიების გაცვლისთვის ნამდვილად საჭიროა და ვისაც არ გაქვთ არხი გამოწერილი, გამოიწერეთ, რომ არ გამოგრჩეთ ახალი გაშლები. მე კი მინდა დღეს თქვენთვის გავაკეთო გაშლა თქვენს ჩაფიქრებულ ადამიანს, რა ფორმატის ურთიერთობა სურს თქვენთან. ნახოთ, როგორი ურთიერთობა სურს მას თქვენთან. პირველ რიგში სიგნიფიკაციას ვნახავთ თქვენი ურთიერთობის. ნახოთ, რა ურთიერთობაში ხართ. აქ გაქვთ ემოციური საქანელები, გეტყვით, რომ ძალიან დიდი ემოცია გაქვთ, სიყვარული გაქვთ, თუმცა დაიღალეთ იმით, რომ თქვენ შორის არის ეს ემოციური საქანელები, რას გულისხმობს? დაგღალათ იმან, რომ ბედის ბორბალი ხანდახან უკუღმა ტრიალებს, წავა წინ, შემდეგ ისევ უკან დაბრუნდება, გაქვთ ძალიან კარგი პერიოდები, რომელსაც პერიოდულად ნეგატიური მომენტები ცვლის და ეს თქვენში ძალიან დიდ ენერგოდეფიციტს იწვევს დეპრესიას და უბრალოდ ხვდებით, რომ უკვე ცუდად ხართ, უკვე დაიღალეთ. ზოგიერთ თქვენგანს შეიძლება ბეჭების, ხერხემლის და ასევე ძვალსახსროვანი სისტემის ტკივილიც კი გაწუხებთ და ეს ეზოთერიულ ჭრილში შემიძლია აგიხსნათ ისე, რომ ძალიან დიდი დატვირთვა მოდის და პასუხისმგებლობა მოდის თქვენზე, რაც აისახება თქვენს ჯანმრთელობაზე. თქვენ იმაზე დიდ ტვირთს ეჭიდებით, რომლის ატანაც უკვე თქვენს ორგანიზმს აღარ ძალუძს. ამასანდელი ცადასტურებს რა დღეშია. მოდი ვნახოთ, ვინ არის ეს ადამიანი თქვენს ურთიერთობაში, როგორია. მუდმივად რაღაცისგან იცავს თავს, მუდმივად თავის თავთან კონფლიქტშია და აი ეს თავის თავთან კონფლიქტი, ჭიდილი, შეიძლება ეს კონფლიქტი თქვენთანაც არ აძლევს თქვენს ურთიერთობას იმის საშუალებას, რომ მოხდეს წინსვლა და გადავიდეს ახალ ეტაპზე. მუდმივად თავს იცავს ეს ადამიანი, რომ მიუახლოვდეს თქვენი ურთიერთობა კულმინაციას. რაღაც მომენტში ბარიერებს უწესებს თქვენს ურთიერთობას ან თქვენ პირადად და არ გაძლევთ იმის საშუალებას, რომ ბოლომდე მიუახლოვდეთ. თქვენ რა გსურთ აი ამ ურთიერთობაში? უკვე გადაწყვეტილი გაქვთ, რომ დაასრულოთ ყველაფერი, ძალიან დიდი ტრანსფორმაცია გაანიცადეთ, ძალიან ბევრი ტკივილი გადაიტანეთ და თქვენ ფიქრობთ, რომ ყველაფერი დასრულდა და უკვე მზად ხართ, რომ წახვიდეთ ახალი ნაპირისკენ, ახალი ცხოვრებისკენ და თქვენ ფიქრობთ, რომ დრო მოვიდა, რომ წახვიდეთ რაღაც ახალში, სიახლეში, იმიტომ რომ იქ უკვე აღარაფერი დაგრჩენიათ თითქოს და ეს წასვლა ძალიან ტკივნეულია და იძულებული ხართ, რომ ასე მოიქცეთ და ეს თქვენში ძალიან დიდ სინანულს იწვევს, რა თქმა უნდა, და ემოციურ სტაგნაციას.
ამ ადამიანის ფიქრები მინდა დაგიჟღეროთ. ეს ადამიანი თავისი სიჩუმით მანიპულირებს. შეიძლება ახლა უკონტაქტოთ არის ჩუმადა, მაგრამ ეს ადამიანი მაინც ეცდება გამოვიდეს კონტაქტზე, შეიძლება ინტერნეტით, მაგრამ მისი გამოსვლა იქნება სტრატეგიული, დაგეგმილი და ისევ მანიპულაციური. რის მიღწევა სურს მას ამით მოდი ვიკითხოთ. მას სურს რომ მუდმივად მიჯაჭვული იყოთ მასზე. და თვითონაც აქვს თქვენთან მაინც აი ეს მიზიდულობა, მიჯაჭვულობა და ერთგვარად თითქოს თქვენ ვეღარ იღებთ ამ ადამიანისგან იმას, რასაც თქვენ გასცემთ. თქვენ დეფიციტში ხართ იმის გამო, რომ თქვენ რაც გაიღეთ ამ ადამიანისგან ვერ მიიღეთ, მაგრამ ამ ადამიანს სურს, რომ თქვენ მასზე იყოთ დამოკიდებული, ენერგეტიკულად მიჯაჭვული და მის გარდა ვერაფერს ვერ ხედავდეთ. უბრალოდ ძალიან მაღალი ეგო აქვს ამ ადამიანს. მოდი ვნახოთ თავარი კითხვა. როგორი ურთიერთობა სურს ამ ადამიანს თქვენთან? რა ფორმატის ურთიერთობა სურს? თუ ეს მამაკაცი ქორწინებაში იმყოფება და ოჯახი აქვს, მეგობრებო, მას სურს, რომ აი ის სტაბილური გარემო შეინარჩუნოს, სადაც არის, მაგრამ ამავე დროს იყოს თქვენთანაც და აი ეს არასტაბილურობა სურს რომ გაგრძელდეს. თუ აქ სამკუთხედია, მეგობრებო, ამ ადამიანს ჯერ კიდევ არ აქვს არჩევანი თქვენ შორის გაკეთებული. მას სურს აი ესეთი საქანელები, როგორც თავში აღვნიშნე, უბრალოდ სურს ისე, როგორც მას სურს. მორჩა, ანუ მას მის სიტყვას უნდა ჰქონდეს ძალა, მას როგორც სურს, ისე უნდა იყოს ეს ყველაფერი, მაგრამ თითქოს და არაფერს არ გკპირდებათ და აი იმ სტაბილურობას, რომელიც თქვენ გსურთ და სახელის დარქმევა თუნდაც ურთიერთობისთვის ამ ადამიანს თითქოს და არ სურს. თუ მეუღლეები მიყურებთ ამ ადამიანის, მაშინ გეტყვით, რომ შეიძლება არის სამკუთხედი და არის ვიღაც თქვენს შორის მესამე და სწორედ დაბნეულობა ამ მამაკაცის გამოწვეულია აი ამითი. ძალიან მე რამოდენიმე ვარიანტს გიჟღერებთ, მეგობრებო, იმიტომ რომ ბევრი ადამიანი მიყურებთ და საჯარო გაშლა 100%-ით რა თქმა უნდა ყველაზე მორგებული არ იქნება, ამიტომ ყველა ვარიანტს გიჟღერებთ, ხოლო პირად კონსულტაციაზე შეგიძლიათ პირადში მომწეროთ და იქ განვიხილოთ უკვე დეტალურად. როგორი ურთიერთობა სურს მას კიდევ თქვენთან? არ იცის, მეგობრებო, არ იცის, მაგრამ გეუბნებით, რომ ეს ადამიანი ძალიან გულნადგენია იმით, რომ თუ თქვენ უთხარით, რომ დასრულდა, ან თუ რაღაც არის ძალიან დიდი ტკივილი თქვენს ურთიერთობაში, მან არ იცის ახლა რა მოიმოქმედოს, თუმცა ვერ გეტყვით, რომ ბედნიერია ამით ეს ადამიანი. თითქოს და ყველა კუნთი, ყველა ძვალი, ყველა ნერვის ტკივა ამ ადამიანს აი ამ გაფუჭებული ურთიერთობის გამო და თითქოს მსხვერპლად აღიქვავს თავის თავს, რომ არ იცის რა ქნას, როგორ მოიქცეს და აი ამ ჩიხიდან როგორ გამოვიდეს აი ამ შექმნილი ვითარებიდან. მაშინ გრძნობები ვნახოთ ამ ადამიანის თქვენს მიმართ. ეჭვიანობს საშინლად, მეგობრებო. მიუხედავად იმის, რომ შეიძლება თქვენ ოჯახი არ იყოთ. თუ თქვენ ოჯახი არ ხართ, ეს ადამიანი მაინც აღგიქვავთ ოჯახად.
თუ თქვენ მესამე პირი ხართ, მაინც აღგიქქვათ ოჯახად. ძალიან ეჭვიანობს, ძალიან ზოგადად თავის ემოციების გამოვლენა და თუ თქვენი ურთიერთობა ფარულია ამ ადამიანს, იმიტომ არ სურს გამოაშკარავდეს თქვენი ურთიერთობა, რომ ეს ადამიანი მზად არ არის გაკიცხვისთვის საზოგადოებისგან. ფიქრობს, რომ მას საზოგადოება სოციუმი ვერ გაუგებს აი ამ ყველაფერს, თუმცა მისთვის ამომავალი მზესავით ხართ, რომელიც ენერგიას აძლევს მას, ენერგეტიკულად მას ძალიან იზიდავთ. მზედამთვარე აქ ორი უკიდურესობა ხართ და ერთ-ერთი მათგანი უფრო ემოციებზეა დამოკიდებული და ძალიან ძლიერი ემოციები აქვს და უჭერს აი აქედან გამოსვლა, ეს არის ეჭვიანობა, საშინელი. შეიძლება თქვენ შორის ბარიერი იყოს ასაკი, როგორც პირველად მოგახსენეთ, ოჯახი ჰქონდეს ან ამ ადამიანს, ან თქვენ ჰქონდეთ და იყოს ან ეროვნებაში, რელიგიაში შეუთავსებლობა, თუმცა გრძნობები ვიკითხე და მისთვის ნამდვილად მნიშვნელოვანი ადამიანი ხართ და ძალიან განიცდის და ეჭვიანობს. როგორი ურთიერთობა სურს? მას ეშინია მომავლის, მას ძალიან ეშინია, რომ თავიდან დაიწყება ეს ყველაფერი. მუდმივი საქანელები გაქვთ მეგობრებო და მე ვფიქრობ, რომ ამ ადამიანს ისევ ისე სურს, თუ ფარული გაქვთ ურთიერთობა, მას სურს, რომ აი ასე გაგრძელდეს. ზოგადად მგონია, რომ მამაკაცი ორ სკამზე ზის, ბანალურად ვიტყვი, თუ ოჯახი აქვს, იქაც სურს სტაბილური ურთიერთობა და თქვენთანაც სურს, რადგან ემოციებით თქვენგან ივსება. ახლა არსებულ სიტუაციას აკვირდება, საკმაოდ ეჭვიანობს, ინფორმაციას იძიებს თქვენ შორის, თუმცა ზუსტად იცის, რომ განრისხებული ხართ და თქვენი გულის მოგება უკვე გაუჭირდება. ეს გახლავთ ჩვენი საჯარო გაშლა, მე დიდი სიყვარულით დაგემშვიდობებით, მომავალ გაშლამდე დროებით.